ხშირად გვითხოვს, მაგრამ რომელიც ისმენს ჩემს სიტყვებს და არ არწმენეს, მე არ ავსაჯო იგი. ანუ ნახეთ, აი აქ კვლავ ჩანს მისი დამოკიდებულება განკაცებული ღმერთისა, რომ ჩვენ ქრისტე არ დაგვჟის, თუნდაც ჩვენ მისი სიტყვები არ შევასრულოთ. და რატომ? რამე თუ არა მოვედის ჯად დასასჯელად, არამედ რათა ვაცხორნო, ანუ გადავარჩინო. მაგრამ ეს არ აი რო გითხარით. დიახაც ჩვენ მას უყვარვართ. დიახაც ქრისტე ჩვენ არ გვჟის. თავის მკვლელებსაც იქვე პატიებს. მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რასაკეთებენ, მაგრამ ეს ახთო განგებულებას არ აკარწყლებს, არ აკრობს და ნახეთ. ხოლო რომელმან შეურაცხყოს მე და არა შეიწყნარეს სიტყვანი ჩემნი, აქვს მსაჯული თავისი. ანუ მე კი არ დავჟი, მაგრამ თავისი დამსჯელი მას მაინც ყავს და ვინ არის ეს დამსჯელი? რა არის ეს დამსჯელი? არავინ, არამედ რა არის ეს დამსჯელი? სიტყვა, რომელსაც ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკანასკნელსა დღესა. ანუ ვინ არ გჯის, ღმერთი არ გჯის, მაგრამ საღვთო სამართლიანობა, რომელიც ქრისტეს სიტყვაში გამჟღავნდა, მთელი სისავსით, სრულყოფილად, აი ეს საღვთო სამართლიანობა, საღვთო განგებულება იქნება ჩემი გამსჯელი. და ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა, იმიტომ რომ ამ დროს ადამიანს მშველელი და მხსნელი არავინ არ ეყოლება. იმიტომ რომ მე თუ თქვი უარი ღმერთზე, როგორც ჩემ მამაზე, თუ მე თქვი ღმერთის შვილობაზე უარი, მე მაინც წარვსგები საღვთო სამართლიანობის წინაშე და ვინ იქნება ჩემი მშველელი? ვინ?